საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტმა 2011 წლის ნოემბერში ჩატარებული კვლევის შედეგები დღეს გამოაქვეყნა. ფილოსოფიური სათაურის და რთული მიზნის გარდა კვლევის ავტორები დღეს თავადაც ღიად ამბობდნენ, რომ რესპონდენტთა უმრავლესობის გამოკითხვა პრაქტიკულად ვერ მოხერხდა. კვლევაში არ არის დაფიქსირებული არც ნაციონალური უმცირესობების აზრი. 24-დან 40 წლამდე რესპონდენტები კი გამოკითხვაში საერთოდ იგნორირებულია. ვის სჭირდება რეიტინგის შედეგი, რომლის არსი თავად რესპონდენტებმაც კი ვერ გაიგეს. ლიკა ხურციძელი ამბობს. 2011 წლის ნოემბერში ჩატარებული კვლევა, რომელსაც აპოლიტიკური სარჩული და პოლიტიკური კითხვარი აქვს, საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტმა საჯარო დღეს გახადა. კვლევას ფილოსოფიური სათაური და რთული მიზანი აქვს. ღირებულებებთან მიმართებაში თაობებს შორის არსებული მსგავსებისა და განსხვავებების დადგენა და თაობებს შორის მანძილის შესამცირებლად ეფექტური თანამშრომლობის მხარდამჭერი ქმედებების დაგეგმა. დიდი ნაწილი თავს იკავებს საკუთარი პოლიტიკური სიმპათიების განშტოლებისგან. როგორც კვლევის ანოტაციაში წერია, პროექტი სოროსის ფონდმა დააფინანსა. მედიატორებმა ნოემბერსა და დეკემბრის დასაწყისში საქართველოს ყველა რეგიონი შემოიარეს. თუმცა, როგორც თავად ამბობენ, 1050 ადამიანიდან 52%-მა ხშირ შემთხვევაში კითხვებზე პასუხისგაცემა არ ისურვა და უფრო მეტიც, კარი საერთოდ არ გაუღო. 4 თვის დაგვიანებით დღეს გამოქვეყნებული შედეგები თავად ინსტიტუტის და პროექტის ხელმძღვანელების განცხადებით საბოლოო ჯერ კიდევ არ არის. ძალიან გაგვიჭირდა რესპონდენტების დათანხმება, ეს იყო განსაკუთრებით ქალაქში, განსაკუთრებით ცენტრალურ რაიონებში, სადაც უბრალოდ ჩვენ ინტერვიუებს ძალიან ბევრი კარგად დავუბრუნდეთ და ძალიან გაგვიჭირდა. ერთი თვენახევარი, მაგრამ დაბეჭდაც არ, ესე იგი, უფრო სწრაფად ვერ მუშაობთ ჯერ ერთი და მეორეც ერთი, იცით, ისეთი არაფერი არ იყო, მე მგონი, სასწრაფო და არაფერი არ შეცვლილა, ხო? კვლევაში მთავარი პოლიტიკური კითხვა ექსპერტების აზრით არასწორად არის ფორმულირებული. ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას. ამ კითხვაში მხოლოდ ერთი კანდიდატია, ბიძინა ივანიშვილი. ნაციონალური მოძრაობა კანდიდატის გარეშე პარტიად არის მოხსენიებული, სხვა ოპოზიციურ კანდიდატებს კი მხოლოდ ერთი კრებითი სახელი ოპოზიცია აერთიანებთ. ადრე იყო ხოლმე ხელმწიფის კარზე განსაკუთრებული აქტივობებით, ხანდახან ოხუნჯობებით, ხანდახან თავგამოდებებით იწონებდნენ ხოლმე ადამიანები. როგორც ჩანს, გარკვეულ პიროვნებებს ან პიროვნებათა ჯგუფს სრულად გაუჩნდა, რომ გარკვეული პიროვნების კარზე თავი მოიწონოს, იოხუნჯოს, ან რაღაც მაამებელი შედეგები დადოს და ეს არის მიზანი სრულად ამ კვლევის ჩატარებისა და არაფერი სხვა. გაურკვეველ კითხვაზე ხმებით შესაბამისად გადანაწილდა ივანიშვილი 25%, ნაციონალური მოძრაობა 19,8%, ოპოზიცია 3,2%. კითხვას არ უპასუხა და კანდიდატი არ ყავს 36,8% და 15,2%. ამ კითხვას პასუხი გამოკითხულთა 52%-მა ვერ გასცა და მხოლოდ იმიტომ, რომ შეკითხვის არსი ვერ გაიგო. ეჭვი უნდა შევიტანოთ, იმიტომ რომ ერთ მხარეს არის პიროვნება, ან გვარი და სახელი, დანარჩენი არის ზოგადად, თქვათ, ოპოზიცია ან პოლიტიკური ორგანიზაციების ნაცმოძრაობა. მე ვფიქრობ, ეს არის არაადეკვატური. ვალიდურობა, სანდოობა ამ კვლევის არის იმ ფონზე, როდესაც არ არის მითითებული, რამდენი ადამიანია გამოკითხული, სტუმილება რამდენი აქვს, მithometes რომ ეს გარკვეული სტანდარტები არსებობს და ეს სტანდარტებით უნდა ხდებოდეს ამის გამოქვეყნება, ძალიან რთულია ამ კვლევის ნდობა. გამოკითხვაში, რომელიც თაობათა შორის დაახლოებას ისახავს მიზნად, მონაწილეობა არ მიუღია 24-დან 40 წლამდე არც ერთ ამომრჩეველს. კვლევაში აზრის დაფიქსირების საშუალება არც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს მიეცათ. პრეზენტაციაზე დასასწრებად მისულმა გუგული მაღრაძემ, რომელიც მისი პოლიტიკური ალიანსის ლიდერის რეიტინგით კმაყოფილებას არ მალავდა, განაცხადა, რომ ეროვნული უმცირესობების აზრის საერთო სურათს ვერ შეცვლიდა. ის ადამიანები, რომელიც ქართულად არ მეტყველებენ და ისინი არიან საკმაოდ შეუხარული რაოდენობის. ამ გამოკვლევას არ ქონია, ასე ვთქვათ, მიზნად, რომ მთელი საქართველოს განწყობები აესახა. ის ამბობს, რომ მე ავსახავ განწყობებს იმ ადამიანებისა, რომელიც არიან ამასაკის და რომლებიც, ესე იგი, მეტყველება ქართულად და რომელმაც თანხმობა მოგცა, რომ მონაწილეობა მიიღოთ. კითხვარი მოიცავს თემებს პიროვნულ ღირებულებებზე, შეხედულებას ფასეულობებზე, მრწამსა და ბედნიერებაზე. ივანიშვილის მომხრეთა ნაწილი, ვინც ამ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო, მიიჩნევს, რომ დემოკრატია მმართველობის საუკეთესო ფორმა არ არის და ის პირი კი, ვისაც ღმერთი არ სწამს, არ უნდა იქნეს არჩეული თანამდებობაზე. ამავე კვლევის მიხედვით იკვეთება, რომ გამოკითხულთა ის ნაწილი, ვინც მხარს ივანიშვილს უჭერს, ამერიკასთან კონტაქტის გაწყვეტას და რუსეთთან ურთიერთობების დათბობას აძლევენ ხმას.
აქ საუბარი არის, ასე ვთქვათ, ტყუილზე და ამ ტყუილს ეწევა ამ შემთხვევაში კონკრეტული ორგანიზაცია, ანუ ის ეწევა ამ შემთხვევაში გარკვეულ პოლიტიკურ манипуляციას, როგორც ასეც, იმიტომ რომ შეუძლებელია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას მიაჩნდეს რუსეთის ანდო პარტნიორად და ამ შემთხვევაში პირიქით, თქვათ, ამერიკის შეერთებული შტატები მიაჩნდეს, თქვათ, საქართველოს მტრად. ივანიშვილი და მისი პოლიტიკური კოალიცია არის, ასე ვთქვათ, ზოგადად რომ ვთქვათ, რუსული პარტია ქართულ პოლიტიკაში, ანუ ის გამოხატავს და აერთიან იმათ ინტერესებს და იმათ ვთქვათ მისწრაფებებს, ვისთვისაც რუსეთი უფრო ახლოს არის ვიდრე ევროატლანტიკა ან დასავლეთი. ოპოზიციისა და ექსპერტების შეფასებით საზოგადოებრივი პოლიტიკური ინსტიტუტის წარმოდგენილი კვლევა კონკრეტული დაკვეთის ცუდად შესრულებული ვარიანტია. 4 თვის დაგვიანებით და არასრული ფორმით წარმოდგენილი კვლევა პოლიტიკოსებს არასერიოზულად მიაჩნიათ. ექსპერტები კი ამბობენ, რომ სოროსის ფონდისგან უფრო კვალიფიციურ პროექტს ელოდნენ. რაც შეეხება კვალიფიციურ კვლევას, მსოფლიოში ცნობილმა და ავტორიტეტულმა ორგანიზაცია Greenberg Quinline Rosnerმა რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა. გამოკითხვა სახელწოდებით ეროვნული კვლევა 2012 წლის 11-დან 16 იანვრის ჩათვლით ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს პრინციპით მთელი ქვეყნის მასშტაბით კითხვებს 1200-მა ადამიანმა უპასუხა. შედეგები ნაციონალური მოძრაობის ვებგვერდზეც გამოქვეყნდა. შეკითხვას ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას, რესპონდენტთა 65%-მა ნაციონალური მოძრაობა დაასახელა. 25%-მა ქართული ოცნება, ქრისტიან დემოკრატებს კი ხმას 4% მისცემდა. გამოკითხვის მიხედვით ოპოზიციური პარტიების რეიტინგი საგრძნობლად დაეცა და ამ დროისთვის სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების რეიტინგი 1%-ს არ აღემატება. კვლევის მიხედვით შემცირებულია ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების საერთო რაოდენობა. 2011 წლის სექტემბერ-ოქტომბრის მონაცემებით ასეთი კატეგორია 35% იყო. 2012 წლის იანვრის მაჩვენებლით კი 33%-ია. როზნერის გამოკითხვის მიხედვით მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ კურსს მხარს 68% უჭერს. მისი როგორც პრეზიდენტის საქმიანობას კი დადებითად 79% აფასებს. საქართველოს ნატოსთან დაახლოების კურს მხარს უჭერს 78%. რესპონდენტთა 73%-ის აზრით კი პუტინის რუსეთი ქვეყნისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.